Ვალიდან საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება. იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები, კერძოდ წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრები, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან გაუქმდება რეგისტრაცია. პროექტით ასევე ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ფოტო-ვიდეო გადაღების წესებიც. 13%-ზე მეტი ქართული ეკონომიკის შედგება ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად თავისი ოჯახის წევრებისთვის გადმორიცხული თანხებისგან და როცა ამ ადამიანებს უგრძალებთ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით ჩარევას, იმიტომ რომ ერთადერთი ფორმა მათთვის არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არის, რა თქმა უნდა, ჯერ ესეთი კონსტიტუციის მთავარი პრინციპების დარღვევა, ხო, ადამიანებს ქართველობა ეკრძალებათ ფაქტობრივად და ძალიან უსამართლოა, როდესაც ეკონომიკაში ამხელა როლი უნდა კონდეს ამ ხალხს და პოლიტიკაში არანაირი როლი არ უნდა კონდეს. ჩემი აზრით ეს კარგი, ასე ვთქვათ, შანსი ემიგრანტებისთვის დაინახონ, რომ მათი ხმა თუ უნდათ რომ მათი ხმა მართლა იყოს გათვალისწინებული არჩევნების წინ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ფულს უგზავნიან, სთხოვონ, წავიდნენ არჩევნებზე და ისე მისცენ ხმა, როგორც მათ ემიგრანტებს სურთ. თავისთავად შეიძლება არ იყოს სწორი მიმართულებით, ასე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი ქართული სენსორიდან, მაგრამ მეორე მხრივ კარგი სტიმული იქნება ემიგრანტებისთვის, რომ სერიოზულად დაფიქრდნენ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ეს არის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, რომლის განხილვაც იქნება ძალიან მძიმე, იმიტომ რომ დღესდღეობით ქართულ ოცნებას ემიგრანტების ეშინია, რომ მათი მხარდაჭერის იმედი არ აქვს და ეს არგუმენტი, რომ ეს არის უცხოური ძალების გავლენის ქვეშ, რა ანუ ისმის კითხვა თუ ჩამოვლენ ეს ადამიანები საქართველოში, ასევე ისინი დაუჭერენ მხარს ოცნებას. სინამდვილეში მსგავსი მოდელი არის დანერგილი ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ძლიერი დემოკრატია და რომლებსაც დიდი დიასპორა ყავთ. მაგალითად, რო ავიღოთ ისრაელი და ირლანდია. ყველაფერი ამის ფონზე, როდესაც ესეთი მავნებლური დეზინფორმაციული კამპანია წარმოევს, კიდევ ერთხელ ხვდებით, რომ ამ ადამიანებს სინამდვილეში დემოკრატიული პროცესების ინტერესი კი არ გააჩნიათ, პირიქით უნდათ, რომ დეზინფორმაციით, და ფალსიფიკაციით მოიპოვონ გარკვეული წარმატება, მაგრამ ისინი ხელმოწარულები არიან ყველა ფრანგზე, დარჩებიან ხელმოწარულებად, ვინაიდან ისინი ებრძვიან ქართულ დემოკრატიას და ქართული დემოკრატია ამ ბნელ ძალებზე ნამდვილად გაიმარჯვებს.